მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რაკურსი ევროპისკენ, მე გემისი ავტორი და წამყვანი გიორგი მიქელაძე გახლავართ. ჩვენს გადაცემაში გიყვებით ევროპაზე, საქართველოზე, ევროკავშირზე და ყველა იმ მიმართულებაზე თუ სხვა პროგრამაზე თუ საერთოდ იდეოლოგიაზე, რომელიც ევროპაში გვხდება და რომლის ინფილტრაცია ხდება საქართველოში, ან ეს იდეები აქ არსებობს და განვითარება სჭირდება. თუმცა პოლიტიკის გარდა ბუნებრივია ჩვენი გადაცემის სხვა პერიოდის განმავლობაში ჩვენ გიყვებით ეკონომიკაზე, კულტურაზე, ლიტერატურაზე, კინოზე, ხელოვნებაზე და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე და რაზეც ხშირად ვსაუბრობთ სპორტზე. რადგან სპორტი ალბათ საქართველოში პოლიტიკაზეც კი უფრო პოპულარულია და მისი განხილვა მიმდინარეობს ყველგან, ყველა ოთახში, გარეთ, კაფეებში, ქუჩებში ყველგან, განსაკუთრებით ფეხბურთის და როდესაც საქართველოს ნაკრები მაგალითად თამაშობს, ან რომელიმე ჩვენი კლუბის თამაშია, ამ შემთხვევაში პოლიტიკა ხშირ შემთხვევაში გადადის მეორე პლანზე და ამით რა თქმა უნდა ხაზი ესვება იმასაც თუ რამხელა როლი უჭირავს სპორტს და კონკრეტულად ფეხბურთს ჩვენს გულებში, ჩვენს გონებაში და რა მნიშვნელოვანია მისი განვითარება. სპორტში ზოგადად და განსაკუთრებით ფეხბურთში ევროპა პირველია და ამ მხრივ რა თქმა უნდა სხვა კონტინენტები თუ ქვეყნები ვერ შეედრებიან ინდივიდუალურად შეიძლება რომელიმე ნაკრები აღმოჩნდეს ევროპულ ნაკრებზე ძლიერი, მაგრამ საერთო საკლუბო ან საერთო სანაკრებო დონეს თუ ავიღებთ რა თქმა უნდა ევროპა ამ მხრივ პირველია და საქართველოს არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეუერთდა ასე ვთქვათ ევროპულ დონეს და უკვე ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა, რა თქმა უნდა წინ კიდევ ძალიან დიდი გზაა გასავლელი და ამ მხრივ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ ჩვენი ნაკრები შეძლებს წარმატების მიღწევას იქვე მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას, ევროპის ჩემპიონატზე სტაბილურად გასვლას და თამაშს და ჩვენთვის ასე ვთქვათ ევრომუნდიალზე ყოფნა რაღაცნაირად ჩვეულებრივი ამბავი გახდება და უკვე იქ სხვა უფრო გრძელი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ. თუმცა ასეთი მიზნების მისაღწევად აუცილებელია ერთი რამ, ბავშვთა ფეხბურთი და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება, თაობების გაზრდა საერთო სისტემაში, ისეთ მისაღებ გარემოში, როდესაც ბავშვებს აქვთ მოტივაცია, ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ითამაშონ უმაღლეს დონეზე, შეძლონ ამის გაკეთება არა მარტო პატარა ასაკში, როდესაც ნიჭის ხარჯზე შეიძლება თამაში და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრებები თუ სხვადასხვა საბავშვო კლუბები ამას ხშირად აჩვენებენ, არამედ უკვე სანაკრებო დონეზე ყოფნისას, როდესაც ისინი უკვე დიდები გახდებიან, შეძლებენ იმავე დონეზე ან უფრო უკეთესად თამაშს. ამისათვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო აკადემიები იყოს ძალიან განვითარებული და იმ მაღალ ევროპულ სტანდარტზე მყოფი. ყველს გაგიგიათ ხო ალბათ აიაქსის აკადემია, ბარსელონას აკადემია ან სხვა და აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ამ დონეზე არა, ამას ძალიან დიდი დრო სჭირდება, ამ დონისკენ მიმავალ გზაზე დავდგეთ და სწორი მიმართულება გქონდეს არჩეული. მაგალითისთვის ჩვენ როდესაც ვიმყოფებოდით უნგრეთში გადავიღეთ ვაშასის საბავშვო კლუბი ლასლო კუბალას სახელობის აკადემია, სადაც 5-დან 19 წლამდე ბავშვებისა და ახალგაზრდების მომზადება ხდება და ჩვენ გადავიღეთ სიუჟეტი და სწორედ ამ სიუჟეტს შემოგთავაზებთ. ახლა რის შემდეგაც უკვე ჩვენ შემოგვიერთდება ჩვენი გადაცემის სტუმარი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თორთლაძე და უკვე იმასთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს ქართულ და ევროპულ ბავშვთა ფეხბურთზე. საფეხბურთო წარმატების საწინდარი ბავშვთა ფეხბურთის განვითარება რომ არის, ამაზე ყველათან ხდება. იქიდან გამომდინარე, რომ ევროპა ნომერ პირველია ფეხბურთში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აკადემიების თვალსაზრისით იგი ყველაზე წარმატებულია. ყველას გაგვიგია ბარსელონას, აიაქსის, რეალის ან ბაიერნის აკადემიები, თუმცა ეს სრულებითაც არ არის საკმარისი და ევროკავშირის წევრ ყველა სახელმწიფოში შეხვდებით მინიმუმ ერთ ევროპულ სტანდარტებზე აგებულ აკადემიას. უნგრეთში ასეთი 3-ია და ერთ-ერთი მათგანი ლასლო კუბალას სახელობის ვაშას აკადემიაა, რომელსაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ეწვია. თანამედროვე მიდგომები, ინდივიდუალური ვარჯიში, ფსიქოლოგია, ინფრასტრუქტურა, ინვენტარი. ყველა ეს საკითხი ვაშას აკადემიაში პრიორიტეტადაა დაყენებული. აქ ბავშვები 6 წლიდან იწყებენ ვარჯიშს. გუნდი თითქმის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში წარმატებულია და როგორც აქ ამბობენ, ყოველ შაბათ კვირას ან იტალიურ, ან გერმანულ კლუბებს ეთამაშებიან. ჩვენი აკადემია ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონში. აქ ბავშვები 6 წლიდან იწყებენ სიარულს და 19 წლამდე ჩვენი აკადემიის წევრები არიან. აქაური მოსწავლეები უნგრეთის ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში თამაშობენ. მე 12 წლამდელთა მწვრთნელი ვარ. აქ ჩვენ ფილოსოფია გვაქვს, რომ ბავშვებთან აუცილებელია იყოს პოზიტიური და მეგობრული გარემო და თბილი დამოკიდებულება. ასე ბავშვებს უჩნდებათ მოტივაცია და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აქ ბავშვები ყველაზე მეტად იცინიან ვიდრე სხვა აკადემიებში. ჩვენ გვაქვს ნიჭი ერთა სპეციალური პროგრამა, სადაც ყველა ასაკობრივი კატეგორიიდან ვარჩევთ
საუკეთესოებს და ისინი პერიოდულად იწყებენ ვარჯიშს დიდებთან. და ასე ისინი იძენენ დიდ გამოცდილებას და 14 წლიდან უკვე მზად არიან ახალგაზრდული ნაკრებებისთვის. საქართველოში მე ჯერ კიდევ 15 წლის წინ ვიყავით და მაშინ ნახე რომ ეზოები და სტადიონები სავსე იყო ბავშვები და თანაც ბავშვები ძალიან კარგად თამაშობდნენ. თუმცა მათგანში ვარჯიშის შემთხვევაში იგრძნობოდა რომ მათგან პროფესიონალები გამოვიდოდა. ფეხბურთი მსოფლიოში ვითარდება და აქ უნგრეთში აკადემიებს დიდი ყურადღება ექცევა. იმედი მაქვს რომ საქართველოშიც ასეა, რადგან თქვენ უნიჭიერესი ფეხბურთელები გყავთ და იმედი მაქვს მსოფლიო თასის ფინალში ერთხელაც საქართველო უნგრეთს დაუპირისპირდება. აკადემია ინტერნაციონალურია და აქ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები ვარჯიშობენ. მათ შორის საქართველოდან ალექსანდრე ქათამაძე 2014 წელს დაბადებულებს შორის ვარჯიშობს და იმედი აქვს, რომ მომავალში მადრიდის რეალში შეძლებს თამაშს, რაც ამ აკადემიის რეალიების გათვალისწინებით სავსებით რეალურია. ჩვენ ვართ ვაშაშ კუბალა აკადემიაში. მე ვარ ალექსანდრე ქათამაძე. არის Youth Talent Cup, ყოველ წელსაა სხვადასხვა ქვეყნებში. და მაგ ვეთამაშეთ იუვენტუს და მოვიგეთ პირველი ადგილი. როცა ჩამოვედი, სამი სიტყვა ვიცოდი: სია, გამარჯობა, ჩაუ, კარგად და ფოცი, ფეხბურთი. საქართველო კი როგორ მიყვარს, მაგრამ სხვა ქვეყნებში უფრო მეტი მეგობრები, უფრო კაი ფეხბურთი და ბევრი ენა გამოგდის უკვე იცი, ხო? კი. რამდენი ენა იცი? სამი ვიცი, აი სულ კარგად, ინგლისური, ბულგარული და ქართული. ვიცი ცოტა უნგრული, მესმის რუსული და ფრანგულს ვსწავლობ. მე მინდა ვითამაშო რეალ მადრიდში. მერე შეიძლება ლივერპულშიც. და საქართველოს ნაკრებში. კი, კი. როგორც აქ გითხრეს, საქართველოში საფეხბურთო აღმავლობა საკვირდებიან და თვლიან, რომ წარმატების დიდი შანსი გვაქვს, თუმცა ამისთვის თავდადებული შრომა და სწორი მენეჯმენტია საჭირო. სავარაუდოდ ძველი, ხო. ასეთი იყო ჩვენი სიუჟეტი, ახლა კი ჩვენ სტუმართან გადავინაცვლებთ ირაკლი თორთლაძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მოგესალმები ირაკლი, მადლობა სტუმრობისათვის. ირაკლი, ბავშვთა ფეხბურთი იყოს ჩვენი ძირითადი თემა და საკითხი. მოკლედ რომ გითხრათ ჯერ, აი რა დონეზე ვართ ბავშვთა ფეხბურთის კუთხით, ზოგადად რო ვისაუბროთ და შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულ თემებზე. პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ბავშვთა ფეხბურთს ესე აქტიურად აშუქებთ, თქვენი ტელევიზია, უკვე თქვენი გადაცემაც და ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. საკითხია საკმაოდ. ნამდვილად, ყველგან თუნდაც მიწევს რაიმეს თქმა ფეხბურთთან დაკავშირებით, პირველ რიგში ვიწყებ შედარებით და ეს ძალიან ნათელი მაგალითია იმისა, რომ ფეხბურთი წინ მიიწევს. 2016 წლის და დღევანდელი მონაცემებით გაზრდილია დაახლოებით 7ჯერ ბავშვთა ნაკადი ფეხბურთში და ასევე დაახლოებით 5ჯერ გაზრდილია სკოლების, საფეხბურთო სკოლების გახსნა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ 90% სკოლას, შეიძლება ითქვას 95%-საც კი ინფრასტრუქტურის პრობლემა აქვს. ეს იგულისხმება რაში? არის სკოლები, რომლებმაც მაგალითად სესხი გააკეთეს, წავიდნენ რაღაც იწვალეს, სახლი ჩადო, რაღაცა მიწა ჩადო, გააკეთა პატარა მანეჟი, შემდეგ ხა მეორე მანეჟს ამატებს, არის რამოდენიმე სკოლა, რომელმაც უკვე ორი მოედანი გააკეთა, მაგალითად ვესჯორჯია, პორტუსი, კიდევ ვიცი რამოდენიმე ბიჭები, რომლებიც ეხლაც მუშაობენ იმაზე, რომ გადახურული მოედნები გააკეთონ. რა თქმა უნდა, გადახურული მოედანი ძალიან ძვირი ფუფუნება, ეხლა რასაც კადრებში უყურებთ ის დიდი სივრცეა და ის არის დიდ მოედანზე გათვლილი, სადაც დაყოფილი ქონდა და რამოდენიმე ვარჯიში ერთდროულად მიმდინარეობდა. ხედავთ გარეთ როგორია მინდი გვაქვს ბათუმში და დღეს ფაქტობრივად იქაც ზუსტად მას იყო ძალიან ციოდა და შიგნით ძალიან კარგი ამბავი. დღეს ფაქტობრივად ყველას უვარდება ვარჯიში მთელს აჭარას, ასე რომ ვთქვათ, და ეს არის ჩემი აზრით უნიშნულოვანესი, იმიტომ რომ თითოეული დღე ამ სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენ ახსენეთ რომ ბევრია სპორტული საფეხბურთო საბავშვო კლუბები და კიდევ არიან ბიჭებიც დაინტერესებული. რამდენად ურთიერთობს ამ საკითხებზე ფედერაცია, რამდენად მხარდაჭერა როგორია ფედერაციის მხრიდან, ადგილობრივი მთლიანად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან პროგრამები თუ არსებობს და ასე შემდეგ. ჩვენი უშუალო მიზანია ფეხბურთის განვითარება, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა. ეს რაში გამოიხატება? არსებულ კლუბებს თუ ღონისძიებები, თუ ტურნირები, თუ შიდა ჩემპიონატები არ ექნებათ, აქედან გამომდინარე ძალიან რთული იქნება მათი განვითარება. წელს უკვე უპრეცედენტო მასშტაბის ტურნირებს ვიწყებთ, ან 8 ასაკში ვიწყებთ, სხვადასხვა 8 ასაკში ვიწყებთ აჭარის ჩემპიონატს.
სადაც უკვე არა მარტო აჭარის გუნდებს უნდა მონაწილეობის მიღება, არის გურიიდან, ქუთაისიდან, ლანჩხუთიდან, სამეგრელოდან სურველები, უკვე 90 გუნდია დარეგისტრირებული საერთო ჯამში. ეს არ ყოფილა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აჭარაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს განაპირობა იმან, რომ საფეხბურთო სკოლები გაიზარდა და დადგა საჭიროება იმისა, რომ ჩვენი შიდა ჩემპიონატი ჩავატაროთ, რაც სკოლებს, კლუბებს შეღავაც მოუტანს, იმიტომ რომ ყოველთვის თამაშობდნენ როგორც სამეგრელოზე, ისე ქუთაისი, იმერეთის ჩემპიონატზე და უწევდათ ძალიან დიდი მანძილების დაფარვა, რაც ხარჯებთან არის დაკავშირებული. აი ხარჯებზე მიდოდა მეკითხა, მე როდესაც ფეხბურთზე დავდიოდი 90-იან წლებში, ჩემ მშობელს თუ საშუალება არ ქონდა ეგრეთ წოდებულ სბორებისთვის ფული გადაეხადა, მე იმ სბორებზე ვერ წავიდოდი და არ მარტო მე, იქ მართლა ძალიან კარგი ბავშვები ვინც იყვნენ, ისინიც კი ვერ დადიოდნენ და ალბათ ჩვენ საერთო მომენტი გვაქვს ამ ჩვენ თაობის წარმომადგენლებს ეს. რამდენად არის ეს საკითხი ახლა მოგვარებული, რამდენად კლუბი იღებს იმ ხარჯს, რომ ეკიპირება იქნება ეს თუ გადაადგილების ხარჯები თუ სასტუმროში განთავსება და ასე შემდეგ, რომელიც ბავშვებს ჭირდებათ, იყოს რამდენად აქვს კლუბებს ამის შესაძლებლობა? 99% სკოლების შეიძლება 100%-იც დღეს არის ყველგან გადასახადია, არცად არ არის ისე რომ თავისუფალი იყოს მიღება. ან მე არ ვიძახი თვითონ სწავლის გადასახადს, სხვა ხარჯებს. არ ზუსტ მაგას ვიძახი რა. ეს სკოლები გახსნა ვინ? ყოფილმა ფეხბურთელები. ძირითადად. რა თქმა უნდა, ამათ შემოსავლის წყარო ისევ არის ის, რომ მშობელმა გადაიხადოს თანხა ბავშვი მიიყვანოს და კვალიფიცირებულმა მწვრთნელმა ასწავლოს ფეხბურთი. აქ არ არის მხოლოდ ფეხბურთი, აქ არის ურთიერთობაზე, აქ არის ბავშვთა ქცევაზე, თავა არ არსებობს ერთი გუნდიდან, ალბათ 2, 3, 4, 5 ფეხბურთელი თუ გამოვა, თორე ყველა ფეხბურთელი გამოვიდეს. არა, ეგ 100-დან 2-იც რო გამოვიდეს, ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება. აქედან გამომდინარე ძალიან რთულია სკოლებისთვის, რომ თუნდაც ეკიპირება, თუნდაც რა ვიცი სპორები დაუფინოს, მაგრამ არის გუნდები, არის სკოლები, რომლებიც ვიცი, რომ თითქმის ყველას ყავს ესეთი ბავშვები, რომლებსაც საშუალება არ აქვს, მაგრამ სკოლა უხდის ამ ყველაფერს რა. ნამდვილად, როგორც მაქვს ინფორმაცია, თითქმის ყველა სკოლაში ეგეთი. ან ეს ასევე შეიძლება რაღაც მშობლების კოორდინაციის ხარჯზე მოხდეს დაუშვათ ნიჭიერი ბავშვისთვის დაფინანსება. ირაკლი, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, ხშირად არის ხუმრობათაც კი იქცა, რომ ამ ბავშვთა რაღაცაში ჩავდოთ ფული საქართველოში, არა მარტო ფეხბურთი, ყველაფერზე ვამბობთ ხოლმე ეგრე. თუმცა, აქ მნიშვნელოვანი ალბათ განუმარტოთ მაყურებელსაც გულშემატკივრობა შედარებით უფრო იცის, რომ ბავშვთა ფეხბურთის განვითარება კავშირშია არა მარტო იმასთან, რომ ბავშვი იმ მომენტში იქნება უზრუნველყოფილი, არამედ ეს საერთო სისტემაა, ყველა ასაკობრივი, ასე ვთქვათ, გუნდი უნდა აწყობილი იყოს იმ ფორმატზე, კერძო სკოლა იქნება თუ სახელმწიფოს დაფინანსებული, რომ პერსპექტივაში ეს ნებისმიერი ახალგაზრდა ითამაშებს ნაკრებში. ნაკრებს კიდევ კონდეს რაღაც სათამაშო სტილი და მას აღარ უწევდეს ყველა ახალ მწვრთნელთან რაღაც ახალი სწავლა. ამ კუთხით როგორად, აი კოორდინაცია სკოლებში მაგალითად, აი პირობითად 5 წლის ასაკში რო იწყებენ რაღაც სწავლას, თუ აგათვლა იმაზე, რომ 15 წლისთვის ამან ესა და ეს შეძლოს. ზუსტად ფეხბურთის ფედერაციას ლიცენზირების კურსები აქვს, სადაც თითქმის ყოველწლიურად ჩვენი რეგიონიდანაც, საქართველოს ყველა რეგიონიდან გადიან შერჩევებს. UEFA-სთან UEFA-ს ლიცენზია არის ყველაზე მინიმალური, მე შემდეგ მოდის B, A და Pro. UEFA-ს ლიცენზიის აღებისთვის საჭირო ამ კურსებზე ჩაწერა, ამ კურსებზე გასაუბრების გავლა, დამტკიცება იმისა, რომ თქვენ ღირსი ხართ, რომ ეს კურსი მიიღოთ და იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ფეხბურთელი ხართ, შეიძლება მიიღოთ კურსი, შეიძლება ვერ მიიღოს, ვერ გაიაროს გასაუბრება და ეს რატო მოფამას. ამას იმიტომ გვასწავლიან, რომ ეს ყველაფერი გადავიტანოთ ჩვენ სკოლებში, ჩვენს კლუბებში და რატო? მნიშვნელოვანია C, B, A, Pro, ხო, როგორც მივდივარ და ეს არის ასაკების მიხედვით გრძელდება და ეს ყველა ეტაპი აბსოლუტურად გაიაროს ბავშვმა და მწვრთნელმაც. ამ თემაზე ფეხბურთის ფედერაციას ნამუშევარი და ზუსტად მაქედან გამომდინარე მორგებულია ჩვენს რეალობაზე ეს მწვრთნელთა განათლების კურსები და მაგალითად არის ზოგჯერ ჩვენს საფეხბურთო სივრცეში იმაზე მსჯელობა, რომ მაგალითად არგენტინა რატო თამაშობს პატარაებში 11-11, ჩვენ რატო თამაშობთ 7-7-ზე და ესე შემდეგ. ეს ყველაფერი არის მორგებული იმაზე, რომ საუკეთესო მაგალითებზე რო შევადა. საუკეთესო მაგალითები ერთია და ჩვენს პირობებზე. რა თქმა უნდა. აი მაგალითად დავიწყოთ 11-11-ზე გვინდა 7 წლის ბავშვების თამაში. აჭარაში მოედანს ვერ ვიშოვით, სადაც ამდენი ბავშვს ვათამაშებთ უბრალოდ 11-11-ზე რა. მაშინ დინამოზე უნდა ითამაშო. ხო და იმათ იმდენი ბავშვი ყავთო თავის დრო არ ყოფნით. აქედან გამომდინარე პირველ რიგში ჩემი აზრით გასათვალისწინებელია ის, რომ უნდა ვიზრუნოთ ინფრასტრუქტურაზე, რადგან ძალიან მზარდია, ძალიან აი იმდენად მზარდია ეს სფერო, რომ უკვე
რამოდენიმე გოგო ფეხბურთელსაც კი აქვს უკვე გახსნილი საფეხბურთო სკოლები და ძალიან მისასალმებელი. კიდევ ერთი დეტალი, რაც უნგრეთში ძალიან მოგვეწონა, როდესაც ეს აკადემია იხსნებოდა, კლუბის მესვეურებმა მოკლედ იმუშავეს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, ავტობუსის ხაზებიც კი და მეტროს ხაზი, ანუ გამოსულიყო ამასთან, რომ რაც შეიძლება მარტივი ყოფილიყო მოსვლა ერთ-ერთ კითხავს, რომ რომელიღაც პოპულარული ხაზი, რომელიც მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან მოდიოდა აქეთ, ამ მიმართულებით არ დადიოდა და მთელი მერია და მთელი ის ჩაერთო, რომ ეს ხაზები გადმოერთოთ აქეთ და ამატეს, რომ სპეციალურად ბავშვებისთვის მარტივი იყოს მოსვლა. გარდა ამისა, აქ უნგრეთში რაც ვხედავ, რაც აქაც მაინტერესებს, ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა და ისა მიჩვეულებათ, რომ მწვრთნელი არის ძალიან მკაცრი. ის არ გაყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ ძალიან მკაცრია და ხმასაც უწევს ხშირად. ახლა აი იქ უნგრეთში ამასთან დაკავშირებით როდესაც ვიკითხე, იმიტომ რომ ბავშვები ძირითადად იცინოდნენ და კარგად ითამაშებდა თუ ცუდად, მწვრთნელი ეუბნებოდა ბრავო. და ამან დაგვაინტერესა და როდესაც ვკითხეთ, გვითხრეს რომ თანამედროვე ფსიქოლოგებთან მას შემდეგ გავიარეთ ყველა კონსულტაციო და აღმოჩნდაო რომ 12-13 წლამდეო, 14 წლამდეო არა აუცილებელიო ეს საფეხბურთო სიმკაცრე, ფერგუსონის სტილი და ასე შემდეგო, ეს შემდეგ იწყებაო, მანამდე მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთო ინდივიდუალიზმის გამოვლინებასო, შექებითო, წავახალისოთ, мотиваცია მივცეთო და შემდეგ უკვე 14-15 წელსაკში როდესაც ზრდასრული ხდება შედარებითო, უკვე შეიძლება იქ უკვე ტონისაწევაც და მკაცრად თქმაც ან რაღაცის აკრძალო. რამდენად ჩვენთან როგორ არის ამ მიმართულებით? ჩვენთან ზუსტად ანალოგიურია, უბრალოდ ნახეთ როგორ ყველას მწვრთნელს აბსოლუტურად სულ ყველას თავის მიდგომა და აბსოლუტურად სულ ყველა ფეხბურთელს კიდე ინდივიდუალურად ჭირდება ლაპარაკი. შეიძლება ზოგიერთ ფეხბურთელს ერთი თქმა ყოფილიყო. წნარად ლაპარაკი საერთოდ ვერ ხდებოდეს ვერაფერს და ოდნავ ხომაღალი ტონით პირიქით უფრო კარგად მოტივირებდეს მისთვის რა. აქედან გამომდინარე ეს არის ევროპული სტანდარტი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ ერთად და ეს ჩვენთანაც ზუსტად იგივეს გვასწავლიან, რომ არავითარ შემთხვევაში ბავშვის დატუქს არ შეიძლება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხმამაღლა ლაპარაკი, ამ ბავშვთან უნდა ახსნა ლაპარაკი, მიტანა და პირველ რიგში ფეხბურთს რატომ მოყვავს ბავშვი? უნდა შევაყვაროთ ბურთი, ხო? თუ ბურთი არ შევაყვარე და ყვირილი დავიწყეთ, უკვე ავტომატურად ასე რომ ვთქვათ, გავა ფეხბურთიდან და გადავა სხვა სპორტზე და დღევანდელი ტენდენცია იმას გვაჩვენებს, რომ ფეხბურთში ძალიან ბევრი ადამიანი, ძალიან ბევრი ბავშვი მოდის და ალბათ მეტნაკლებად სწორად მივდივართ. რა თქმა უნდა, შეცდომები არსებობს და ამ შეცდომებზე ვსწავლობთ. მაგრამ პირველი და ყველაზე მთავარი ჩემი აზრით რაც არის, რომ პირველ რიგში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ და მშობლებმა უნდა გაითავისონ ის რატომ მოყავთ ფეხბურთზე რა. ძალიან დიდი პრობლემაა დამიჯერეთ რა. იმიტომ რომ ბავშვი როდესაც მოდის ფეხბურთზე, ფეხბურთი ჩემთან მაგალითად ვარჯიშზე როცა მოდის, ნებისმიერ მწვრთნელთან როცა მიდის ბავშვი, არის ამე საათი, 2 საათი, ხო მეტი არა. მთელი დღე 22 საათი სახლშია. მწვრთნელი ვერ გაყვება სახლში, იმას და ვერაფერს ვერ რას ჭამს, როდის იძინებს, როდის იყიზებს, როგორ იქცევა, შეიძლება გაუკონტროლოს სწავლის საკითხები და ეს რაღაცები, ესეც ხდება არის პრაქტიკაში დანერგილი და რა ძალიან კარგია, იმიტომ რომ აუცილებელია ყველა ბავშვი ფეხბურთელი ვერ გამოვა, იმას სწავლას უნდა გააგრძელოს და ამიტომ ძალიან კომპლექსურია ეს ყველაფერი და ჩემი აზრით ეს ყველა კლუბს თავისი მიდგომა უნდა ქონდეს, თავისი ბავშვების კონტროლის და პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიძახით ამ ფეხბურთის ფედერაციაში შექმნილია წიგნი მშობლებისთვის. ანუ არსებობს ესეთი. კი, რა თქმა უნდა, წიგნი არის ბროშურასავით გაკეთებული, სადაც წერია აღწერილი თუ მშობელმა რა უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთზე მიყვავს ბავშვი, ანუ რისთვის უნდა იყოს მზად. და სად მოუფრთხილდეს ან სად პირიქით რომ მე შემდეგ ძალიან დიდი პრეტენზია მოდის მწვრთნელებზე, უნებრივია. საჯებზე. ეხლა მალე დავიწყებთ, ძალიან არ ყოფილა ჩვენს რეგიონში. ჩვენს საჯებს UEFA-ს კვალიფიცირებულ საჯებს, რომლებიც ჩემპიონთა ლიგებზე მსაჯობენ ამ შემდეგ ჩამოვიყვანთ, რადგან გიხსენეთ აჭარის ჩემპიონატს ვიწყებთ ხო დაახლოებით. ეს რომელ რიცხვში უნდა ჯერ თარიღი ვერ უცნობილი, მაგრამ ალბათ მარტი-აპრილს არ გადაშორდება. რადგან 90 სკოლა, 90 გუნდი გითხარით, ეს დაახლოებით არის 300-400 ბავშვი მინიმუმ, რომელიც ჩაერთვება და გვინდა რომ ამ ბავშვებს ვასწავლოთ თავის მწვრთნელებთან ერთად. გავაცნოთ, უბრალოდ ვასწავლოთ და გავაცნოთ ის ახალი წესები თუ რა შემოდის ატენდენციებია მსაჯების მიმართ, მსაჯები აი რატო დებენ მაგალითად ჯარიმას, პენალს, კუთხურს და ასე შემდეგ. დამიჯერეთ იმდენი კითხვა წამოვა და იმდენი უცნაური შეკითხვები წამოვა, რომ ეს ბავშვები უფრო მალე გაითავისებენ, რომ აი თუნდაც იგივე მსაჯების მიმართ ურთიერთობას, იგივე მსაჯების მიმართ პატივისცემას და ასევე მწვრთნელების და მსაჯების მიმართ პატივისცემას ეს რა ძალიან მნიშვნელოვანია, რატო რომ საფეხბურთო კულტურა ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს მსაჯების. აი ძალიან სასწაულად დიდი პრობლემა, ისეთი რომ ვერ წარმოიდგენ და პრობლემები იმდენია, ამას მთელი გადაცემები დაჭირდება რომ ვისაუბროთ, აუცილებლად მინდა გითხოთ. საქართველოში და იქ კონკრეტშიც აღნიშნეს, მათ შორის იყვნენ მწვრთნელები, ჩვენთანაც არიან ნამყოფები.
რომ ეზოში იმდენი ბავშვი თამაშობს ფეხბურთს, აი ყველა დროში და იმდენად კარგად აკეთებენ ამას, რომ ფაქტია, რომ ქართველებს ასე ვთქვათ საფეხბურთო ნიჭი გვაქვს, ხო? შეიძლება ეხლა ბრაზილია არ ვართ, მაგრამ ეს ნიჭი ყოველთვის იყო და ამაზე ყოველთვის იყო საუბარი. თუმცა რაღაცნაირად ამ ნიჭის ასე ვთქვათ გადატანა საფეხბურთო მოედანზე აი მხოლოდ ბოლოს აი დავიწყეთ ისიც ნელ-ნელა ან ინდივიდუალურად ყავს ხვიჩასნაირი მოთამაშეები. როგორ მოვახერხოთ ის რომ და როგორია თქვენი ხედვა, ეს გახდეს მასიური, ისეთი რომ გუნდური იყოს პირველ რიგში და საშუალო დონე არ იყოს ერთი ან ორი ძალიან მაგარი, არამედ იყოს არც ისე ძალიან მაგარი, მაგრამ კარგი ბევრი. თავიდან რითიც დავიწყოთ ლაპარაკი, იქ მივდივართ ავტომატურად და ნახეთ. პირველ რიგში ფეხბურთის ფედერაციას ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ რაც ამ ბოლო წლებში მოედნები აშენდა, მოედნები გაკეთდა, საფეხბურთო მოედნები იგივე აქვს ლანჩხუთი, ფოთი, რუსთავი, ქუთაისი, ეხლა ბათუმშიც ორეხის სტადიონზე იგეგმება უკვე მშენებლობა და სადაც არასტანდარტული მოედანი იქნება, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილიც და სივრცეც იქნება, სადაც კიდევ უფრო მეტი ბავშვი ჩაერთვება და უფრო მეტ ბავშვი ექნება საშუალება იმისა, რომ სწორად განვითარდეს. რა შეეხება თქვენს კითხვას, თუ არ დავეწევით მოთხოვნებს, გამორიცხულია განვითარება და ეტაპობრივად შეძლებლის და გვარად შეიძლება რომ არ აღნიშნოთ, რომ ნამდვილად შეიძლება ვერ ვეწევით, მაგრამ მივყვებით ფეხდაფეხ ასე რომ ვთქვა და კი გვიჭირს დიდ მოედნებზე გადასვლები რაღაცეი, მაგრამ მოდის ეს ყველაფერი ნელა და აუცილებელია პირველ რიგში ფიზიკური განვითარებისთვის. კიდევ უფრო კარგი იქნება, რაც უფრო მეტი ბიზნესი ჩაერთვება სპორტში და ფეხბურთში, იმიტომ რომ დამიჯერეთ მარტო ვერც სახელმწიფო გაწყვეტება, ვერც ფეხბურთი გაწყვეტება და ვერც ერთი სკოლა ვერ გაწყვეტება. ფეხბურთი აგებულია დაინტერესებული ბიზნესმენების, ასე ვთქვათ, ამის мотиваციაზე და ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენ ახსენეთ ის, რომ ბავშვებს ექნებათ საჯებთან, მათ შორის გასაუბრება და ასე შემდეგ. ხშირად არის ეს საკითხიც, რომ ვიღაც ფეხბურთი გვიყვარს და ფეხბურთთან მქონია კონტაქტი, ხშირად არის, რომ ფეხბურთელებს, დღევანდელებს, ქართველებს ხშირად არ აქვს თეორიული ცოდნა საფეხბურთო ტაქტიკების შესახებ, ამის შესახებ და რაღაც მომენტში თავისი ნიჭის ხარჯზე შეიძლება მოხდეს ისეთ გუნდში, სადაც უკვე მწვნელი არის, რომელიც დააკვირთავს ბლომად ამ ტაქტიკით და შემდეგ ეს იბნება, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ ხვდება, ასე შემდეგ. ზონალური დაცვა რა არის, იქ ახლა რა უბურთოთ მუშაობა რო უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბურთით და ასე შემდეგ. ამ ნაწილში როგორ მუშაობთ ბავშვებთან? აი თეორიას რამდენად ეთმობა დრო? ახლა ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიზახი, რომ ეს ყველაფერი არის ყველას თავისი ინდივიდუალური მდგომა, ყველა სკოლას. ნამდვილად აქედან გამომდინარეც თამაშებზე, ტურნირებზე იქ ჩანს თუ რომელი უფრო მეტად მომზადებულია, რომელი უფრო ნაკლებად და რა თქმა უნდა, ამიტომაც არის ეს ტურნირები და შეხვედრები საჭირო, რომ ყველამ დაინახოს თავისი მინუსი, თავისი პლუსი და გამოასწოროს. აუცილებელია. რატო ვიძახი, საჯებთან საუბარს ვიძახი, რომ საჯები უნდა გვესაუბროს, გვასწავლოს, მით უმეტეს მწვრთნელი ფეხბურთელებს უნდა ელაპარაკებოს ეს და უნდა უხსნიდეს თუნდაც თეორიულ მასალებს, თუნდაც საერთოდ ბურთი არ დაანახოს იმ დღეს, მაგრამ თეორიულად ისე აუხსნას ყველაფერი, რომ ის დღე იყოს ძალიან ნაყოფიერი რა. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა დრო ამოგვეწურა სამწუხაროდ, თუმცა აქვე ვიტყვი რომ აი კონკრეტში ჩვენ გითხრეს რომ ყოველ შაბათ-კვირას დადიან ტურნირებზე და უნგრეთი ახლა ახლოსაა გერმანიასთან იმასთან და ბაიერნთან, იუვენტუსთან და ასე შემდეგ თამაშობენ, თუმცა აქ ალბათ უფრო მნიშვნელოვანი ის რომ ბევრს თამაშობენ და თქვენ აღნიშნეთ და მეც ვიტყოდი რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი დაფინანსება იყოს ტურნირების ჩატარების კუთხით, რადგან პირველ რიგში აქ სწორედ გამოჩნდება ვის შეუძლია და ვის არა რისი კეთება და ამ ხალხადაჭერა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბუნებრივად და ყოველწლიური უნდა გახდეს დარწმუნებული ვარ. ყოველწლიური აუცილებლად ეს უკვე ჩაუშვით და მარტის ბოლომდე დავიწყეთ აუცილებლად და ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ბუნებრივად ძალიან კარგი იქნება და ნელ-ნელა საპრიზო ფონდებიც, ასე ვთქვათ, იმედი მაქვს გაიზრდება. ჩვენი სტუმარი გახდათ აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი თორთლაძე და გადაცემა კი ამით დასრულებულია. მე გემშვიდობებით.